საერთოდ როდესაც წულუკიანს ნიშნავდნენ, სწორედ თქვენს ეთერში მახსოვს, რომ რაღაცა თქვი, რომ მოდის სახვრალი ხელი, ჯალათია და რაღაც რამდენიმე მოპონირება გამიწია, რომ ჯერ ვნახოთ, მაგრამ ეს უკვე ცალსახა იყო, ეს უკვე ვიცოდით თუ რა ტიპის მართველი მოდიოდა კულტურის სამინისტროში და რისთვის და რა თქმა უნდა, რისთვის კულტურის მოთვინიერებისთვის, ვიღაცების დაჯილდოებისთვის, ვინც ხელისუფლების ესე რომ ვთქვათ, გუნდრუკის მკვლელია და ვინც ცოტა განსხვავდა კრიტიკული აზრი აქვს იმათი დასჯისთვის, ეს ცალსახაა და ეს ყველაფერი თუნდაც ეს ფაქტი, რომ 32 კაცი, ესე რომ ვთქვათ, ბერლინში საგულაოდ მიდის, სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევთ ამას. ხო, ეს არის ამ მთელი ამ დრამატურგიის, მისი თიას მმართველობის დრამატურგიის რაღაც ლოგიკური და ტრაგიკომიკური თან და რაღაც ესე რომ ვთქვათ, ფინალი, რომელსაც, მაგრამ ეს არ არის თან ფინალი მისი პოლიტიკური პასუხისგებლობის და ზოგადად ოცნების ხელისუფლების, იმიტომ რომ ის კითხვები, რომლებიც არსებობს, ის დიდი მართლაც პოლიტიკური და პირველ რიგში მორალური და ადამიანური პასუხისგებლობა შეიძლება თიას ეს თვითონ ადამიანურად ქალბატონ თიას არ აწუხებდეს, მაგრამ ამას ვერავინ ვერსად ვერ გაექცევა ამ ქვეყანაში, იგივე რატომ უჩერებენ წარმატებულ კინო ხალხს იმ პროექტებს, რომლებიც უკვე მოგებული აქვთ, რატომ უჩერებენ, თქვა იგივე რატომ არ დაინიშნა ამდენი ხანი კინო გახლეჩის გარდა რა მოიტანა ამ რეორგანიზაციამ, რა მოიტანა კინოცენტრის რეორგანიზაციამ. მაინტერესებს ის, რომ 32 ადამიანი, რომელიც საერთოდ არ არის თან უმეტესობა სფეროს ადამიანი წავიდეს ბერლინალეზე გაუგებარი მისიით. ან იგივე, ახლა არაფერს ვლაპარაკობთ იმ გელათის თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანებაზე, ეს ნომერ პირველი კითხვაა, იმიტომ რომ რაღაცები შეიძლება ხელისუფლება, შეიძლება თანამშრომლები დაბრუნდნენ სამართლიანობა აღდგეს, მაგრამ ის ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც დაზიანდა, რომელიც მართლაც შეუქცევადი, ამას ვინ უშველის? ეს არის წარმოუდგენელი, რაც ხდება და ეს პასუხები ქალბატონ მინისტრ ზოგადად მინისტრი ხომ ერთი პაიკია ამ მთელი სახელისუფლებო მარაზმის, მოდით ესე ვთქვა და ერთი ესე რომ ვთქვა ჯალათის ხელია, ამას ვერ გაექცევა თვითონ მთელი ხელისუფლება და ჩვენ ხალხი, ეს იქნება კულტურის სფეროს წარმომადგენლები თუ უბრალოდ ზოგადად ქართველი ადამიანები, რომლებისთვისაც ეს ღირებულებები არის უმნიშვნელოვანესი, ამ პასუხს აუცილებლად მოვთხოვთ. სადაც არ უნდა წავიდეს, სულაც რომ ხელისუფლებიდან წავიდეს, ოცნება წავიდეს, ყველა ვარიანტში თითოეულ მათგანს მოუწევს პასუხისგებლობა ამ დიდ დანაშაულზე, იმ ადამიანების განთავისუფლებაზე, თუნდაც ამ არამიზნობრივად თანხების ხარჯვაზე, იგივე 2023-ში ვიცით რომ სერიალებისთვის თანხა გამოიყო, სად წავიდა, უბრალოდ გვაინტერესებს ჩვენი ბიუჯეტიდან, ჩვენი ხელფასებიდან გადახდილი ფული, რას ხმარდება და ეხა მიდის და ეხა სხვაგან დაამყარებს თავის, ესე რომ ვთქვათ, სადამსჯელო რეჟიმს, შავრაზმულ რეჟიმს, რაც მოხდა თუნდაც ლიტერატურაში, რაც მოხდა მუზეუმებში, ეს ხომ მთელი გაშლილი ველია, ეს არის პაზლის ერთი ნაწილი, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი კინოცენტრი, მაგრამ საერთოდ გადავხედოთ რა ხდებოდა და მე ამავე დროს ძალიან სკეპტიკურად უყურებ მომავალს, ვინც არ უნდა მოვიდეს, რა თქმა უნდა, გაგრძელდება იგივე შეიძლება ახლა ასეთი აგრესიული მართვა არა, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა ერთმანეთის კუდია და ერთმანეთის სამართალმემკვიდრეა და ის რომ ვიღაცა დავსაჯოთ, ვიღაცა ესა ვქნათ და შემდეგ ვიღაც არჩევნებზე ვამღეროთ და ვიღაც კიდე დავბლოკოთ და ბოიკოტში მყოფები არ დავაფინანსოთ, ახლა ძალიან ეს არის რა, ეგ მეთოდები ჩვენ ვნახეთ, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ჩეკა 37 წლები და ვიცით რომ ძალიან შვენიერი იდეოლოგიური გამგრძელებლები არიან ამისი, მაგრამ დამთავრდა ეს დრო, ჩვენ ცხოვრობთ თავისუფალ ქვეყანაში და ადრე თუ გვიან ყველას აუცილებლად მოვთხოვთ ამაზე პასუხს და პირველ რიგში ქალბატონ მინისტრს, რომელმაც მოინდომა როგორც წერლობის, როგორც კინოს, როგორც მუზეუმის, კულტურული მემკვიდრეობის ყველაფრის მოთვინიერება და არა მხოლოდ მოთვინიერება, ნგრევა, სისტემური დანაშაულებები.